დეკემბერში საგარეო ვალი შემცირდა. 1 იანვრისათვის საქართველოს უცხოელი კრედიტორების მიმართ 8.9 მილიარდი დოლარის ვალდებულება ჰქონდა. ბოლო ერთ თვეში კრება 53.800.000 დოლარია. შტატების მიერ სანქცირებულ ქართველ პოლიტიკოსთა და რეჟიმის მაცოცხლებელი ბიზნესმენების სიაში საქართველოს კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გილაურის შეყვანას მისი ძმა ექს-პრემიერი ნიკა გილაური მიზანმიმართულს და კგბ-შნიკურ მიდგომას უწოდებს. კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი აპოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ასე უპასუხეს კომკომში BMG-ს კითხვას, რომელიც რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა. Amnesty International მოითხოვს გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლების და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს. ორგანიზაცია ოცნების მიერ მიღებულ კანონებს დრაკონულს უწოდებს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გადაწყვეტა. სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა დაცვის მხარე. მის მიმართ 100,000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით ვალის მთლიანი მოცულობა გასულ წელს 319 მილიონი დოლარით შემცირდა და მან 8 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ კლების მთავარი მდგენელი არა საქართველოს მიერ ვალის გასტუმრება, არამედ ევროს გაუფასურება იყო. საგარეო ვალის 59% ევროშია ნომინირებული. 2024 წელს ევრო დოლართან მიმართებით 5.6%-ით გაუფასურდა. ეს გაუფასურება საქართველოს საგარეო ვალზეც აისახა და დოლარში მისი მნიშვნელობა შეამცირა. დოლარში ვალის ნაშთის კლების მიუხედავად გაზრდილია მისი ღირებულება ლარებში, რაც თავის მხრივ ლარის გაუფასურებას უკავშირდება. 2024 წელს ლარი 4.9%-ით გაუფასურდა, რის გამოც ვალის ნაშთი 150 მილიონი ლარით 24 მილიარდ 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება კრედიტორთა სტატისტიკას, საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკია, რომლის მიმართ ვალიც 2 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც ვალის ნაშთი 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარია. 2024 წელს სახელმწიფო მქონების პრივატიზაციით 236 მილიონ 896 ლარის შემოსავალი მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მქონების ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასული წლის პრივატიზაციის გეგმა, რომელიც 236 მილიონი ლარი იყო, 100%-ით შესრულდა. გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო მქონების ეროვნულმა სააგენტომ 1426 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის წესით გაყიდული ქონების ოდენობა ჯამში 603 ობიექტი იყო. ქართულ კომერციულ ბანკებში 3 მილიარდ 800 მილიონი რუსული რუბლი ინახება. ეროვნული ბანკის სტატისტიკით 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 104 მილიონ ლარს, ანუ 3 მილიარდ 800 მილიონ რუბლს შეადგენდა. გასულ წელს რუბლის დეპოზიტები სულ 23%-ით გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქართულ ბანკებში რუსული რუბლის დეპოზიტებმა 298%-ით მოიმატა. იმის მიუხედავად, რომ რუბლის დეპოზიტები მკვეთრად არის გაზრდილი, 104 მილიონი ლარი არ არის სრული მოცულობა, რაც რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში აქვთ განთავსებული, რადგან მათი დეპოზიტების უდიდესი ნაწილი არა საკუთარ ეროვნულ ვალუტაში, არამედ დოლარშია ნომინირებული. არარეზიდენტები ქართულ ბანკებში სულ 8 მილიარდ 800 მილიონ ლარს ინახავენ, საიდანაც ეროვნული ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით 38% რუსეთის ფედერაციის რეზიდენტების დეპოზიტებია, რაც თანხობრივად დაახლოებით 3 მილიარდ 300 მილიონი ლარია. უცხოელების დეპოზიტები გასულ წელს 16%-ით გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ უცხოელების დეპოზიტები ჯამურად 154%-ით არის გაზრდილი. ნათია თურნავა იმ 26 პირიდან ერთ-ერთია, რომელთა დასანქცირება რამდენიმე დღის წინ კონგრესმენებმა შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს მოსთხოვეს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს და საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი პირების დასანქცირება მოითხოვეს. ამ ადამიანებს ისინი ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელის ნაწილად მოიხსენიებენ. მათ შორის არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაც. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არიან წერილის
მომწერი კონგრესმენები და რამდენად გაიზიარებს მათ მოსაზრებებს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაცია. თუმცა ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე სიაში მოხვედრილი პირების ნაწილისთვის სანქციების დაწესებას საქართველოში არ გამორიცხავენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და პოლიტიკოსი რომან კოცირიძის ინფორმაციით, მომავალში სანქციები არა მხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ეროვნული ბანკის კიდევ 2 წარმომადგენელსაც შეეხება, თუმცა ვის ის არ აკონკრეტებს. უკვე ინფორმაციები ჟურნალს სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ODR-ებსაც შეეხება ეს, იგივე თუნდაც ეროვნულ ბანკში არის ასეთი ინფორმაცია, რომ რიგში დგას უკვე თურნავას შემდეგ 2 პირი, ისე როგორც სხვადასხვა უწყებებში ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ თანამშრომლების იმეილებს, პირად მიმოწერას, ანუ ასევე შექმნილი არის ესეთი სტრუქტურები, რომლებიც Facebook ლაიკებს და Facebook პოსტებს აკოპიერებენ და შემდეგ მის ანალიზს ახდენენ და მერე ეწევიან, ასე ვთქვათ, რეპრესიებს და მათთვის უღებელი ადამიანების სამსახურიდან გაშვებას. ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ნათია თურნავა ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირად მოიაზრება. ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის გაჩენას და ამ პოსტზე თურნავას დანიშვნას თავის დროზე კრიტიკა მოჰყვა. მაშინ ცვლილებები ხელისუფლების მიერ ეროვნულ ბანკზე კონტროლის მოპოვებად შეფასდა. 2023 წელს სების მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებაზე უთანხმოების გამო საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდა. ნათია თურნავას საქმიანობა Global Finance-მა ევროპის ცენტრალურ ბანკერებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. ეკონომისტების ნაწილი თურნავასთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს და ცალსახად მიიჩნევს, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარება საფინანსო სექტორისთვის საფრთხის შემცველია. თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნამდვილად არის ამ სიაში, ეს არის ძალიან ცუდი, რამდენიმე ვარიანტი იქნება, თუ რის საფუძველზე შეიძლება ასე ვთქვათ მოხვედრილიყო, როდესაც ვსაუბრობთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო სანქცია ფინანსური სისტემისთვის დადებითი ეფექტის მომტანი არ იქნება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად რაღაცა საფინანსო სექტორის იმიჯზე, კეთილდღეობაზე და ასე შემდეგ, რასაკვირველია, ასეთ მსგავს რეალობაში სასურველი არ არის სანქცირებული ადამიანი ხელმძღვანელობდეს საფინანსო სექტორს. ნათია თურნავა სახელს უკავშირდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესით, რომელიც მან ყოფილი გენერალური პროკურორის და ოცნებასთან დაახლოებული პირის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ მიიღო. ამ წესის მიხედვით, თუ დასანქცირებულ პირს ქართული სასამართლო არ გაამტყუნებს, სანქცია არ უნდა აღსრულდეს. დაიცავს თუ არა თურნავას მის მიერ მიღებული კანონი იმ შემთხვევაში, თუ ის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში თავადაც მოხვდება, ეს სანქციის ტიპზე და მიზეზზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალური ბანკის რეპუტაციას მისი ხელმძღვანელის დასანქცირების შემთხვევაში დიდი ზიანი მიადგება. ეროვნული ბანკის როლი მარტო ის ხო არ არის, ასე ვთქვათ, რომ მონეტარული პოლიტიკა აწარმოოს, ხო? მილიონი თქვათ საერთაშორისო საზოგადოებასთან დიდად უნდა თუ არა ხე ქართულ ოცნებაზე საერთაშორისო საზოგადოებას და ურთიერთობა თუ არა ეს ნაწილი არის თქვათ ასე ვთქვათ და დავალების ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თუ ეს როლი ვერ შეასრულა მაშინ პირდაპირ უნდა გამოცხადდეს ქვეყანა აღარ არის ქვეყანა და არის ასე ვთქვათ ერთი ადამიანის თუ ადამიანის ჯგუფის პირადი ასე ვთქვათ რაღაც უკანა ეზო როგორც იტყვიან და ბანკი არის მისი ხაზინა და პრეზიდენტი ხაზინად არის. სანქციების გვერდისავლისათვის დახმარება არანაკლებ დამაზიანებელ შედეგებს ითვალისწინებს, იგივე თუნდაც მეორეული სანქციები შეზღუდვები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან მიერთებაზე და ასე შემდეგ. ვთვლი რომ ჩვენი საბანკო სისტემა საკმარისად არის დასავლური, ასე ვთქვათ და ალბათ ერთ-ერთი ლიდერი იყო ძალიან ბევრი წლების განმავლობაში როგორც რეგიონში და არა მარტო რეგიონში. მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ჩვენმა დიდმა ბანკებმა რისკის ქვეშ დააყენონ ამხელა პორტფელი და ზოგადად მთელი ქართული საზოგადოება თუნდაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დასაცავად.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ სიას კიდევ ერთხელ გადახედავენ და ცენტრალური ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი არ დასანქცირდება. ეს კი მათი თქმით დამოკიდებულია ქართული ოცნების ნაბიჯებზე, რომლის პოლიტიკა დღეს ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულად ფასდება. იქნებ გონს მოეგოს ასე ვთქვათ სისტემა, ვინაიდან ამერიკული სანქციები და ზოგადად დასავლური სანქციები როგორც არის აღქმული და ინტერპრეტირებული, თითქოს სადამსჯელო ღონისძიება არის და თითქოს მიზანი არის ჩვენი დასავლური პარტნიორების იგივე რაღაც გამოგონილი ორგანიზაციების, რომ დასაჯონ ქართველები ქართული საქმის კეთებისთვის, ეს ასე არ არის. ეს სანქციები არის ასე ვთქვათ მექანიზმი, რომ პროცესები დაბრუნდეს დემოკრატიულ ჩარჩოში. ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბოლო პერიოდში არაერთი პირი დასანქცირდა, მათ შორის ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და ბიძინა ივანიშვილი. დასავლეთიდან მუდმივად ისმის, რომ სანქციების ტალღა კვლავ გაგრძელდება. ეკონომისტების ნაწილის განცხადებით, დასავლეთი ამ ეტაპზე ინდივიდუალურ სანქციებს იყენებს, ვიდრე ეკონომიკურს, რადგან სანქციების მთავარი მიზანია ქართული ოცნება აიძულოს ქცევა შეცვალოს, დემოკრატიულ გზას და დასავლურ კურსს დაუბრუნდეს. მათი თქმით, თუ ივანიშვილის გუნდი ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ გზას გაუყვება, შედეგები საგანგაშო იქნება. ინდივიდუალური სანქციები არის თუ არა იმდენად დიდი წრეხი დასანქცირებულისთვის, რომ ამის გამო შეიცვალონ ქცევა, ამაზე ჩვენ ზუსტ პასუხი არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს რომც ასე იყოს, წინასწარ არავინ არ იტყვის, არც ივანიშვილი, არც მთავრობის წევრი, რომ ეხლა თქვენ თუ ჩვენ დასანქცირებას გვიპირებთ, მაშინ ამას აღარ ვიზამ. ყველაზე დიდი სასხი რაც შემოდის მთავრობისთვის არის საერთაშორისო ბანკები, არ არის ინდივიდუალური მთავრობების და მსოფლიო ბანკი, EBRD, ADB და ასე შემდეგ, ხო? აი, მომდევნო ეტაპში შეიძლება უკვე ეს იყოს და ეხლა რაც არ უნდა თქვას ვინმე ქართული ოცნებიდან ან მისმა მხარდაჭერა ეკონომისტებმა, რომ ასეთ სანქციებსაც კი გაუძლებს ჩვენი მთავრობა, ნუ ეს პირდაპირ თქვა ტყუილი, ან არაკომპეტენტურობა ამას რო ამბობ, ან ტყუილია. ახლა ყველა ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია, რაც გადაწყვეტენ თეთრ სახლში და როგორი იქნება მეორე ბადით პრეზიდენტის პოზზე დაბრუნებული ტრამპის და საქართველოს ურთიერთობა მალე გახდება ცნობილი. დონალდ ტრამპი კი, რომელმაც ინაუგურაციაზე ოცნების არც ერთი წევრი არ მიიწვია, პრეზიდენტი 5 დღეში გახდება. სიასთან დაკავშირებით, რომელზეც რადიო თავისუფლება წერს და რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც ხვდება, ვრცელი კომენტარი ნიკა გილაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ პროცესის მადისკრედიტებელ ოპერაციას გავს, რომელსაც კარგად ეტყობა ეგრეთ წოდებული კგბ-შნიკური ხელი, წერს ნიკა გილაური. მისი განცხადებით, ირაკლი გილაურის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. საქართველოს კაპიტალმა საკითხზე განცხადება გუშინ გააკეთა. დირექტორთა საბჭო აღნიშნავს, რომ მათ აქვთ სრული ნდობა ირაკლი გილაურის მიმართ არ ეთანხმებოდნენ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მხრიდან მისი სანქციების საკითხის შესაძლო განხილვას. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არ სასარგებლო იდიოტების გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა არა არის დაფარული, რაიც არ გაცხადდეს და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაცვით. მინდა აქვე დავამატო, რომ მეც ჩემი არხებით დავუკავშირდი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი, ვიზეც მართლა დგას ეს რეჟიმი, აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეთ ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, ეს სია დასაკალიბრებელია. შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა სხვადასხვა მიზეზის გამო და ესეც გაერკვევა და ვიღაც კი დასამატებელი იყოს. ექს-პრემიერ ნიკა გილაურის განცხადება რადიო თავისუფლების მხრიდან გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც ჩამოთვლილი არის საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი 26 ადამიანი. ეგრეთ წოდებული ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელის სიაში მოხვდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურიც. კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ასე პასუხობენ კომკომში BMG-ს კითხვას, რომელიც რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა.
15 იანვარს 15 საათიდან დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ინფორმაციით გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება. სიმბოლურ აქტს ბიზნესის ნაწილი საჯარო განცხადებით შეუერთდა, მათ შორის გასტრონომ ჯგუფი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან გამაფრთხილებელ საყოველთაო გაფიცვას, რომელიც 15 იანვარს არის დაგეგმილი და 15 საათიდან 18 საათამდე ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები 3 საათით დაიკეტება. საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან ფაბრიკას რეზიდენტი ბიზნესებიც. ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში კომპანიებისათვის, ვინც ვერ ხვდება რა ტიპის აქტია ეს, ეგრეთ წოდებული საყოველთაო გაფიცვა დაწერა, რომ ეს გაფიცვა პირველ რიგში არის სოლიდარობა იმ 51 უსამართლოდ დაჭერილი ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებიც რეჟიმის ტყვეებად რჩებიან. ეს არის ის მინიმალური სოლიდარობა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს არის თანადგომა მათი მშობლების და ოჯახის წევრების მიმართ. ეს არ არის ტრენდი, მეგობრებო. ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა. ეს არის გაბრაზება და სიგნალი იმ რეჟიმის მიმართ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ქართველი არ დაიჩოქებს და ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისათვის. გაიღვიძეთ და იბრძოლეთ ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოგვაკითხავენ და მერე გვიანი იქნება. დაიბრუნე ღირსება საქართველოს წერს კახა ხაზარაძე. ICR ჯგუფის მაღაზიებით 15 საათიდან 3 საათის განმავლობაში კომპანიის ყველა ობიექტს და ოფისს ხურავს და როგორც კომპანიის განცხადებაშია თავის მხრივ ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზანია, რომ ICR ჯგუფის ყველა თანამშრომლისთვის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების გამოხატვის თავისუფლების საკუთარი შეხედულებისაბერ განხორციელების წინაპირობა შეიქმნას. გაფიცვას არ შეერთებიან, თუმცა განცხადება გაავრცელა ორმა ყველაზე დიდმა ბანკმა, საქართველოს ბანკმა და TBC, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. ფინანსური ინსტიტუტები წერენ, რომ ყოველთვის იცავენ და დაიცავენ საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მათ თანამშრომლებს, რომლებთაც სურვილი აქვთ გაფიცვაში მონაწილეობის მიღების, ეს შესაძლებლობა ექნებათ. პლატფორმა Free Business-ის ორგანიზებით კონფერენცია იგეგმება. როგორც პლატფორმის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი განმარტავს, შეხვედრაზე იქნებიან მოწვეულები როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ისე ეკონომისტები, რომლებიც პრეზენტაციების და პანელური დისკუსიების ფორმატში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას წარმოაჩენენ. მისი შეფასებით, შეხვედრაზე მოწვეული იქნებიან ის ბიზნესებიც, რომლებიც პლატფორმას სხვადასხვა მიზეზებით ვერ უერთდებიან, თუმცა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან. ჩუგოშვილის თქმით, ადგილზე მოხდება სამომავლო გეგმებზე მსჯელობაც, მათ შორის ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც ბიზნესები ერთმანეთს მხარს დაუჭერენ და მომსახურებას გაუწევენ, რათა კავშირები დამყარდეს. 70%-მა თქვა, რომ დავპატიჟოთ ის კომპანიებიც, რომლებიც საჯაროდ ამ განცხადებას არ მიუერთდნენ და აქ მეც ვეთანხმები, რა თქმა უნდა, სწორი მიმაჩნია, იმიტომ რომ ეს პლატფორმა პირველ რიგში უნდა იყოს გამაერთიანებელი პლატფორმა და არ უნდა იყოს დამყოფი ბიზნეს საზოგადოების, რომ რაღაცა გაუყოთ და რაღაც აქეთქვა მხარე და იქეთა მხარე, იმიტომ რომ ეკონომიკას ეხვა რა ინტერესებს რომ მოუხარეს ხართ, იმიტომ რომ კომპანია გაკოტრდება მიუხედავად იმისა, ვის უჭერს დამფუძნებელი მხარს თუ ზოგადად ეკონომიკური კრიზისი გვექნება. სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების მხრიდან იქნება დაპატიჟება თავისი წევრი კომპანიების, ყველასი, ვინც შეუერთდა ან ვინც არ შეუერთდა. ნეტვორკინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა წამოვწიოთ თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი ბიზნესისთვის რაღაც ესეთი ხაზი, რომელიც იქნება, რომ ეს 2400 კომპანია რაღაცნაირად ერთმანეთს დაეხმაროს ბიზნესურადაც, ხომ? იმიტომ რომ ზოგიერთი კომპანია, რომელსაც კრიზისი პირველი შეეხო და ეხლა უჭირს, მაგრამ არიან კომპანიები ამ სიაში, რომლებსაც ჯერჯერობით მყარი ფინანსური პოზიციები აქვთ და შეუძლიათ იქნება ეს რაღაცა კონტრაქტის საფუძველზე, მომსახურების ყიდვის საფუძველზე თუ დახმარების საფუძველზე სხვადასხვანაირად გააძლიერონ ერთმანეთს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით 2024 წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 7,425,399 მგზავრს და 319,927 რეისს მოემსახურნენ. წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 24%-ით, რეისები 25%-ით არის გაზრდილი. ალტენ ტაგარტის შეფასებით დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10,1%-ით შემცირდა და 220 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5,9%-ით არის გაზრდილი და 4 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების პორტფელს ზრდის. ბოლოს ამ აუქციონზე ეროვნული ბანკის გაცემები 4 მილიარდ ლარს აღემატება. 9 იანვარს აუქციონზე სებმა 4,5 მილიარდი ლარის ერთკვირიანი სესხები გასცა. ბანკებმა ამავე მოცულობის ლარის რესურსი აიღეს წინა კვირასაც. ეროვნული ბანკის მიმოხილვით მთლიანობაში სასესხო პორტფელი 7 მილიარდს აღემატება. კალტენტაგარტის ინფორმაციით ფინანსთა სამინისტრომ 6 იანვარს 6 თვიანი 50 მილიონი ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. აუქციონზე მოთხოვნა 2.2 ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 23% პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.593% შეადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით გასულ წელს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 890 განაცხადი დაფიქსირდა. შემოსული ზარების რაოდენობა 6350 იყო. დასრულებული საქმეების 90% კი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა. თბილისის მერიის ინფორმაციით ორთაჭალაში საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრობისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯამურად ყველა აეროპორტი 7.425.399 მგზავრს და 31927 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადის რაოდენობა 24%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 4.750.830 მგზავრი დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და 22.715 რეისი შესრულდა. წინა წელთან შედარებით ამ შემთხვევაში მგზავრთა ნაკადი 29%-ით არის გაზრდილი და რეისები 30%-ით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში მგზავრთა ნაკადის საერთო რაოდენობა 1.722.809 მგზავრი შეადგინა და 5.078 რეისი იყო. წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 3%-ით და რეისები 1%-ით გაიზარდა. ისტორიული მაქსიმუმია დაფიქსირებული გასულ წელს ბათუმის აეროპორტშიც, რომელიც 551.760 მგზავრს და 4144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი. ტურისტული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვე დეკემბერი კლებით დასრულდა. ის, რაზეც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ბოლო თვენახევარი აქტიურად საუბრობენ, უკვე რიცხვებშიც გამოჩნდა. კალტენტაგარტის შეფასებით 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით 220 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა ყველაზე მეტად დედაქალაქზე აისახა, სადაც საახალწლო პერიოდში ტურისტული ნაკადები მოსაოდნელზე დაბალი იყო. მათი თქმით, კლება არა მხოლოდ ევროპული, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც ფიქსირდებოდა, რაც საბოლოოდ მათ შემოსავლებზე ნეგატიურად აისახა. 2023 წლის შეჯამება 2024-თან საკმაოდ მინიმუმ 20%-იანი, 15-20%-იანი ფასდაკლის კლება იყო. დეკემბერში ველოდებოდით რაღაც თვით ნაკადს, სამწუხაროდ ის არ შედგა, იმიტომ რომ მეზობელი ქვეყნების ტურისტებზე ვარ დამოკიდებული და იქიდან გამომდინარე რაც ხდებოდა ქვეყანაში, ფაქტურად შეეშინდა და არ ჩამოვიდა, იმიტომ ველოდებით ბევრს სასუნხედიდან. საერთოდ ესე ხდება ხომ ბოლო წლებში, რომ სასუნხედიდან ჩამოდის ბევრი და ყველა აქ ატარებს ახალწელს, მაგრამ წელს ალბათ 20-25% ჩამოვიდა იმ ხალხის ნაკადისა, რასაც ველოდებოდა. საერთოდ იანვარი და თებერვლის ბოლომდე თითქმის ძალიან low სეზონია, ესე დაბალი სეზონია, მაგრამ ხო გვაქვს წინა წლებთან შედარებით ის და რაღაც აღრიცხვიანობა. აქედან გამომდინარე, იმ წინა წლების აგრესიონებისგან კიდე მაინც დაკლებაში ვართ დაახლოებით 15%, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის თქვი, რომ ეს ქალაქ ქვეყანაში ესეთი სიტუაცია. იმაზე, რომ გასული თვე სტუმართ მასპინძლობის სექტორისთვის განსაკუთრებით რთული იყო. ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის კვლევაც მიუთითებდა, რომლის თანახმადაც 1-დან 14 დეკემბრის ჩათვლით ტურიზმის ბიზნესის 221 ორგანიზაციის ჯამურმა ზარალმა 5 მილიონი ლარი შეადგინა. ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა ყველაზე ნეგატიურად თბილისის სასტუმროების დატვირთულობაზე აისახა, სადაც ტურისტული ჯავშნების გავქმებასთან ერთად მასობრივად გაუქმდა სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიებები და კონფერენციები. თუ მთლიანიდან ავიღებთ, დადებითი მუხტი შეინარჩუნა რეგიონებმა, სადაც რა თქმა უნდა იყო უკვე წინასწარ დაჯავშნილი ღონისძიებების გაუქმება, თუმცა
ანუ მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე რეგიონი მეტნაკლებად უსაფრთხო ლოკაციად მოინიშნა და ამიტომ გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა. დედაქალაქზე ვერ ვიტყვი იგივეს, მაგრამ შემიძლია განსხვავებული სურათი წარმოგიდგინოთ თვითონ დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციებზე და პერიფერიებზე. პერიფერიების ნაწილში ოდნავ მოიმატა ღონისძიებების რაოდენობა, ცენტრალურ ნაწილში მთლიანად განულდა. ძალიან დიდი ზარალი მიიღო სექტორმა, ეხლა ულაპარაკოთ დიდი ზარალი მიიღო დეკემბრის თვეში, შექმნილი მდგომარეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის მეორე ნახევარსა და იანვრის დასაწყისში, მათ შორის ქართველი დამსვენებლების ხარჯზე, კურორტების სასტუმროებისთვის დატვირთულობა შედარებით გაიზარდა, რეგიონების სტუმართმასპინძლობის სექტორის ნაწილი ვიზიტორების სიმცირეზე საუბრობს. კლება ყველაზე მეტად ევროპელი ტურისტების მიმართულებით ფიქსირდება. ყველაზე დიდი უარყოფითი ცვლილება, რაც შეიძლება ყოფილიყო, ეს არის ქუთაისში, იმიტომ რომ ქუთაისი ზოგადად გამოირჩეოდა იმით, რომ ყველა სეზონზე დიდი იყო მოთხოვნა. შარშანწინდელი, ანუ 2023 წლის მონაცემები საკმაოდ დადებითი იყო და იმედი ჰქონდა, რომ იგივე მონაცემები იქნებოდა წელსაც შენარჩუნებული, თუმცა დეკემბერი იყო პირველი თვე, როდესაც წინა წელთან შედარებით კლება იყო. კლება შეიძლება არ იყოს აღსნობი ან ძალიან დიდი, თუმცა რა თქმა უნდა მოვლენები უფრო უკეთესი ჰქონდა და იმედი ჰქონდა, რომ 2023 წლის მონაცემებს გადავუსწრებით, თუმცა ეს არ მოხდა. კლება ძირითადად იმდენად ჯგუფებიდან გაუქმებიდან არ ყოფილა, რამდენადაც ინდივიდუალი სტუმრების შემცირება იყო და სამწუხაროდ ეს ტენდენცია ჯერჯერობით კიდე არსებობს, არ არის იმდენად ბევრი ინდივიდუალი დამსვენებელი. რთული 2024 წლის შემდეგ 2025 წელიც ბუნდოვნად დაიწყო. ამის შესახებ ტურისტულ კომპანია Discover Georgia-ში აცხადებენ, სადაც ამბობენ, რომ გაზაფხულის და ზაფხულის სეზონისთვის წინასწარი ჯავშნები მოსაოდნელზე დაბალია. შესაბამისად, დარგის წარმომადგენლები ელიან, რომ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გაუარესებული იმიჯის ფონზე მარტივი ტურისტული სეზონი არც მიმდინარე წელს იქნება. დეკემბრის თვე ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის იყო საკმაოდ რთული და ბუნდოვანი გამომდინარე სტატისტიკიდან, მიმდინარე ჯავშნების გაუქმებიდან და შესაბამისად 2025 წლის იანვრის თვე პირველი თვე დაიწყო. ასევე ბუნდოვანებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაზე ვერ კეთდება გათვლები ტურისტული პაკეტების მიზნობრივი სტრატეგიული ქვეყნების მიმართულებით, საიდანაც გვინდა რომ შემოვიყვანოთ საერთაშორისო ვიზიტორები. იანვარში ვერ ვაკეთებთ კონცენტრაციას ზაფხულის ნაადრევ ჯავშნებზე, გამომდინარე იქიდან რომ ბუნდოვანი არის ჩვენი ახლო, საშუალო და გრძელვადიანი მომავალი. აქედან გამომდინარე 25 წელი უკვე პროგნოზირების თვალსაზრისით საკმაოდ რთული და კრიზისული იქნება ტურისტული კომპანიებისთვის კერძოდ და შესაბამისად ჯაჭვურად უკვე ყველა ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციისთვის, როგორც სასტუმროებისთვის, ღვინის მარნებისთვის, კვების ობიექტებისთვის და ასე შემდეგ. გალტენ ტაგარტის გათვლებით, დეკემბერში შემცირების მიუხედავად წლიურ ჭრილში 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5.9%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავი, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე დაზარალებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართებოდა. თუმცა, როგორც თავად ტურიზმის სექტორის ნაწილი აცხადებს, ჯერჯერობით ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა არ ჩანიშნულა. ფინანსთა სამინისტრომ არმატურის იმპორტზე ახალი გადასახადი დააწესა. 1 ტონის იმპორტზე მოსაკრებელი 420 ლარით განისაზღვრება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილებით გადასახადი 25 იანვრიდან 1 სექტემბრამდე იმოქმედებს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წელს არმატურის იმპორტის მკვეთრ ზრდას მოყვა. გასულ წელს 11 თვეში იმპორტი 67%-ით გაიზარდა. იმპორტის მოცულობა 200 მილიონი დოლარი იყო. სტატისტიკის მიხედვით შარშან არმატურის ნახევარი რუსეთიდან მოვიდა. ირანიდან იმპორტი კი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა. კონკურენციის სააგენტო 2024 წლიდან არმატურის ბაზარზე სავარაუდო დემპინგის არსებობის საკითხს სწავლობს. ორგანიზაციას მოკვლევისათვის ერთწლიანი ვადა აქვს. სავარაუდოდ საქართველოს მთავრობამ ამ ვადის დასრულებამდე გადაწყვიტა ზომების მიღება და იმპორტული არმატურისთვის საგადასახადო ბარიერი დააწესა, რაც სავარაუდოდ ადგილობრივი წარმოების დაცვისკენ არის მიმართული. იმპორტის მოსაკრებელი 25 იანვრიდან 1 სექტემბრამდე იქნება ძალაში და შესაბამისად ის 7 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
2024 წელს არმატურის იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე $570 შეადგენდა. შესაბამისად, მასზე 420 ლარის გადასახადის დაწესება მის ფასს ტონაზე $718-მდე გაზრდის. თუ 2025 წელსაც იმპორტი გაზრდილი სახით შენარჩუნდა, 25 იანვრიდან 1 სექტემბრის მონაკვეთში დაახლოებით $127 მილიონი ფარგლებში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში იმპორტის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 94 მილიონი შევა. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტის 420 ლარიანი გადასახადი იმპორტის შემცირებისკენ არის მიმართული, სავარაუდოდ 2025 წელს საქართველოში არმატურის იმპორტი შემცირდება. არმატურის ორი ძირითადი მწარმოებელი რუსთავის ფოლადი და კომპანია ჯეოსტილია საქართველოში. რუსთავის ფოლადის 2023 წლის გაყიდვები არ არის ცნობილი, თუმცა ჯეოსტილის ფინანსური ანგარიშის თანახმად კომპანიის შემოსავალი 291 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას სწორედ არმატურის დამზადება წარმოადგენს. რუსთავის ფოლადის შემოსავლები არმატურის რეალიზაციიდან 2022 წელს 282 მილიონ ლარს უტოლდებოდა. სრულ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, 2024 წელს საქართველოში არმატურის იმპორტი 67,1%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 11 თვის ანგარიშით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სულ $200 მილიონ $400,000 $351,671 ტონა არმატურა შემოვიდა. შემცირებულია იმპორტის საშუალო ფასი, რაც ტონაზე $570 შეადგენდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის საშუალო ღირებულება $600 იყო. სტატისტიკის მიხედვით 2024 წელს საქართველო არმატურას ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან ყიდულობდა. რუსული იმპორტის წილი 2024 წელს 112%-ით, $104 მილიონ $100,000-მდე გაიზარდა. ირანიდან კი არმატურის იმპორტი 136%-ით, $80 მილიონ $100,000-მდე იყო მომატებული. ორივე ქვეყნიდან იმპორტის ზრდა სავარაუდოდ შესაძენი ფასის კლებასთან არის დაკავშირებული. 2023 წელს რუსული არმატურის ფასი $591 იყო, 2024-ში კი $586. ირანული არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე $576-დან $557-მდეა შემცირებული. სავარაუდოა, რომ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი ავტომობილების ნაწილი საბოლოოდ რუსეთში ხვდება, რითაც ნაწილობრივ აიხსნება ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნა. ამასთან დაკავშირებით PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში არის ნათქვამი, რომელიც საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს ეხება. რაც შეეხება უშუალოდ ქვეყნებს, 2021 წელს საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტის ღირებულება 102%-ით გაიზარდა, 2022 წელს 157,6%-ით, 2023-ში 195%-ით. ყაზახეთში ექსპორტში უდიდესი წილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის. 2023 წელს მსუბუქი ავტომობილების წილი ყაზახეთში ექსპორტში 84% იყო. მსუბუქი ავტომობილები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობისათვის ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტია. ავტომობილების რეექსპორტი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და საექსპორტო პროდუქტებს შორის პირველი პოზიცია დაიკავა. თავდაპირველად საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მთავარი დანიშნულების ადგილი აზერბაიჯანი იყო. 2023 წლიდან დინამიკა შეიცვალა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, ყირგიზეთი და ყაზახეთი დაწინაურდნენ. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად აიკრძალა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული არა მარტო ახალი, არამედ მეორადი ავტომობილების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი ავტომობილების ნაწილი საბოლოოდ სწორედ რუსეთში ხვდება, რითაც ნაწილობრივ აიხსნება ამ ქვეყნებში ავტომობილების იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნა. რუსთაველის რეაბილიტაციის 4 ტენდერიდან 2 პრეტენდენტის არარსებობის გამო ჩავარდა. ორი შემთხვევაში კი ერთადერთი პრეტენდენტი შეპესე 딘 გრუპია. თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის დაანონსებული რეაბილიტაციის ფარგლებში 4 ტენდერი 24 დეკემბერს გამოაცხადა. მისი ჯამური ღირებულება 28,440,411 ლარი იყო. წინადადებების მიღება 14 იანვარს დასრულდა. პრეტენდენტის არარსებობის გამო ვერ შედგა 8,7 მილიონიანი ტენდერი, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავდა. ასევე იმავე მიზეზით ჩავარდა 6,800,000 ღირებულების ტენდერი ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე გზის მონაკვეთზე. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა. მის მოგებულ შესყიდვებს შორის არის ისნის რაიონის გამგეობის რეაბილიტაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტები და სხვადასხვა რეგიონებში მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული სამშენებლო და რეაბილიტაციის სამუშაოები. ოფიციალური ინფორმაციით ნიკოლოზ ეპიტაშვილს არც ერთი პარტიისთვის თანხა არ შეუწირავს.
რაც შეეხება ვახტანგ გამაშუკელს, რომელიც ასევე კომპანია დინჯ ჯგუფის მფლობელი არის, პოლიტიკური დონაცია სამჯერ განახორციელა. ბოლოს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი 2024 წლის სექტემბერში შეწირა. იქამდე 2016 წლის სექტემბერში 15,500 ლარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის აქვს შეწირული. ამავე წელს და ამავე თვეს აქვს შეწირული იგივე რაოდენობის თანხა 15,500 ლარი მაჭუტაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის. ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობის ვადა 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა. კერძო სექტორს პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა გასული წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლოთ, რა ვადაც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. დაინტერესებული პირები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, აუქციონის გარეშე სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად პროექტების განსახორციელებლად ფასდაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ტარიფს მიიღებენ. მთავრობის განკარგულებით დადგენილი არის ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში პროექტის ინვესტორი სახელმწიფოსთან ფასდაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. ეს ტარიფები CFD აუქციონის გზით დადგინდა და ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში 6.9 ცენტით, ქარის ელექტროსადგურებისთვის 6 ცენტით, მზის ელექტროსადგურებისთვის კი 5.6 ცენტით განისაზღვრა. სწორედ პირდაპირმა კონტრაქტებმა ჩაანაცვლა CFD აუქციონი, რომელიც მანამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, დამატებითი დროის მიცემა ენერგოპროექტების პოტენციური ინვესტორებისათვის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა. თორნიკე დარჯანიას თქმით, პირდაპირი კონტრაქტის გზით გარანტირებული ტარიფის მიღების სურვილი საკმაოდ ბევრ ინვესტორს აღმოაჩნდა. ასოციაციის ინფორმაციით, მათ ეკონომიკის სამინისტროს 4 გიგავატის სიმძლავრის პროექტების განხორციელების განაცხადით მიმართეს, რაც სისტემისათვის საკმაოდ მაღალი სიმძლავრეა. ძალიან მაღალი იყო ინტერესი, თქვენ იცით ასევე ისიც, რომ გარანტიაზე წინადადების წარდგენაზე გარანტიას კი მოიხსნა, იმის გამო რომ საკმაოდ მაღალი ინტერესი იყო. შესაბამისად 28 თებერვლამდე არის, ანუ თებერვლის ბოლომდე არის გადავადებული. ჩემი მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს სამინისტროდან სხვადასხვა უწყებებიდან, დაახლოებით 4 გიგავატ სიმძლავრემდე, ანუ 4,000 მეგავატ სიმძლავრემდე არის წარდგენილი მარტო მზის ელექტროსადგურებთან მიმართებით. და ეს არის ძალიან დიდი სიმძლავრე ჩვენი სისტემისთვის. ალბათ რაღაც ეტაპზე უკვე დაიკეტება, ეს სიმძლავრე და შესაბამისად ვეღარ იქნება შესაძლებელი მზის ელექტროსადგურების. ეს მარტო საუბარი არის, მზის ელექტროსადგურებთან მიმართებით. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში 2024 წლის მონაცემების მიხედვით მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 890 განაცხადი დაფიქსირდა. შემოსული ზარების რაოდენობა 6350 შეადგინა. სააგენტოში ერთ წელში მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 102 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 198 საქმეზე. რაც შეეხება დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას, მათი ინფორმაციით 56 მოვაჭრეს 92 საქმეზე ჯარიმა დაენიშნა. ჯამში 60,000 ლარის ოდენობით. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 193 საქმეზე 163 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკას შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. 2024 წელს მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით კი 85% თბილისი ლიდერობს. შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც იმერეთი მოჰყვება 3% და შემდეგ არის სხვა რეგიონები. Bloomberg-ის ინფორმაციით საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ შტატებში TikTok-ის საქმიანობა ილონ მასკმა შეისყიდოს, თუ კომპანია ვერ შეძლებს აპლიკაციის აკრძალვის კანონპროექტი წარმატებით გაასაჩივროს. საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა შვეიცარიის მოწვევა შეუერთდეს პესკოს პროექტ სამხედრო მობილობა, რომელიც ასევე ხშირად მოიხსენიება როგორც სამხედრო შენგენი. ინდოეთი შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რუსული ტანკერების პორტებში მიღებას და მომსახურებას აჩერებს. Bloomberg-ი წერს, რომ სანქცირებულ გემებს ინდოეთის პორტებში ნავთობის ჩამოტვირთვა ეკრძალებათ. შეზღუდვა არ შეეხება 10 იანვრამდე პორტში შესულ გემებს, იმ პირობით, რომ გემები 12 მარტამდე დაიცლებიან.
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია. ბარელი ნავთობის ფასი ერთ თვეში საშუალოდ 12%-ით არის გაზრდილი და ბრენტის ღირებულება $81 ნიშნულზეა. WTI-ის ფასი კი $78 ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი ურალსის ღირებულება $74 მიდამოებშია, რაც 9%-იან ზრდას ნიშნავს. ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მთავარი შტატების მთავრობის მხრიდან რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება, რაც რუსეთსა და აზიურ სახელმწიფოებს შორის ნავთობით ვაჭრობას მნიშვნელოვნად ართულებს, ვინაიდან ჩინეთსა და ინდოეთს სხვა გზით მოუწევთ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ეს იმას ნიშნავს, რომ გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილ ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება. ეს კი საქონლის ფასზე პოზიტიურად აისახება. მეორე ფაქტორი შტატების ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს, რაც თავის მხრივ გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის და აჩენს საფუძვლიან მოლოდინს, რომ მომავალში ნავთობი უფრო ძვირი იქნება ვიდრე ახლა. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება. ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ $2671 მიაღწია, რაც ერთ წლიან პერიოდში 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში წლიური ზრდა 29%-ია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციასთან. მართალია ასეთი მოცემულობა ინვესტორებისათვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დასხვავის მიზნით ყიდულობენ. საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი ეცემა. ამჟამინდელი მონაცემებით ერთვიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 8.7% შეადგენს. ერთ წლიან პერიოდში კი კლება 16.2%-ია. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის გაიაფება მიწოდების დასტაბილურებასთან და გლობალური დეფიციტის შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული. შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით 2025 წლის დეფიციტის მაჩვენებელი წინა პერიოდთან შედარებით 30%-ით ნაკლები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ფასების შემცირებას ხელს უწყობს. 2025 წელს გლობალური ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება. აღნიშნულია გაეროს ეკონომისტების ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2025. მათივე პროგნოზით უკვე 2026 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შესაძლოა 2.9%-მდე დაჩქარდეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა, გაუძლო ურთიერთგამაძლიერებელ შოკებს, ზრდა რჩება პანდემიამდელ საშუალო მაჩვენებელზე 3.2%-ზე დაბალი. ამის მიზეზი კი არის შემცირებული ინვესტიციები, წარმოების ნელი ზრდა და მაღალი სავალო ტვირთი, ნათქვამია მოხსენებაში. ანალიტიკოსების თქმით, ბევრ ქვეყანაში ინფლაციის შესუსტებამ და მონეტარული პოლიტიკის შერბილების გაგრძელებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის მოკრძალებულ აღდგენას წელს. თუმცა ბევრ ქვეყანაში გაურკვევლობა კვლავ მაღალია გეოპოლიტიკური კონფლიქტების, გაზრდილი სავაჭრო დაძაბულობის და საგარეო ვალის გამო, რაც რისკებს ზრდის. გაეროს შეფასებით შტატების ეკონომიკა 2025 წელს 1.9%-ით გაიზრდება. მომავალ წელს 2.1%-ით. გაერთიანებული სამეფოს პროგნოზი 2025 წელს 1.2%-ით ზრდა არის და 2026 წელს ეკონომიკის 1.4%-იანი მატება. იაპონიის შემთხვევაში შესაბამისად წელს 1% და მომავალ წელს 1.2%-ით ზრდა. ევროკავშირში მთლიანი შიდა პროდუქტის უახლოეს 2 წელიწადში 1.3%-ით და 1.5%-ით ზრდას ვარაუდობენ. ევროზონის ქვეყნებში 1.1%-ით და 1.3%-ით. ამავე პროგნოზის მიხედვით 2025 წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 4.8%-ით გაიზრდება. მომავალ წელს 4.5%-ით. ბრაზილიის შემთხვევაში წლევანდელი ზრდის ვარაუდი 2.3%-ია და მომავალი წლის 1.9%. ინდოეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს 6.6%-ია და მომავალ წელს 6.7%. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების ზრდა 2025 წელს მოსალოდნელია 1.6%-ის დონეზე. მომავალ წელს 1.8%-ია ნავარაუდები. განვითარებადი ქვეყნებისათვის კი ეს პროგნოზები შესაბამისად 4.3 და 4.2%-ია ანგარიშის თანახმად. 2024 წელი რუსეთის ენერგეტიკული სექტორისათვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა. ნავთობისა და გაზის რეალიზაციით ქვეყნის ბიუჯეტმა $108 მილიარდი შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თანხმობრივი ზრდა განპირობებული არის როგორც ექსპორტის საერთო მოცულობის მატებით, ასევე ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებით, რაც მოსკოვის ბიუჯეტზე პოზიტიურად აისახა. ენერგეტიკული სექტორი რუსეთის ეკონომიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელზედაც სამთავრობო ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მოდის. გასულ წელს 26%-ით მომატებული შემოსავალი ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთში ნავთობის და გაზის მიწოდების გაზრდით იყო განპირობებული.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომი კომპანიის სათავო ოფისში მომუშავე თანამშრომლების 40%-ის გათავისუფლებას გეგმავს. შემცირების შესახებ ინფორმაცია კომპანიის პრეს-სპიკერმა დაადასტურა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ 23 დეკემბერს კომპანიის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ხელმძღვანელს ალექსეი მილერს გაუგზავნა წერილი გაზპრომის ცენტრალურ ოფისში კადრების დაახლოებით 40%-ით 4100-დან 2500-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის ამ განყოფილების ხელფასების ბიუჯეტი 50 მილიარდ რუბლს აღწევდა. კომპანიაში შემცირების შესახებ ინფორმაცია უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებიდან 2 კვირის შემდეგ გავრცელდა. კომპანიის მონაცემებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზპრომა 2023 წელს 1999 წლის შემდეგ პირველად წელი 7 მილიარდ დოლარიანი ზარალით დაასრულა. შეერთებული შტატების კონგრესში დანიის სამეფო საკუთრებაში არსებული კუნძულის გრენლანდიის გამოსასყიდად კანონპროექტი მზადდება. რესპუბლიკელი კონგრესმენების ენდი ოგლსის და დაიანა ჰარშბარჯერის ოფისები განმარტავენ, რომ დოკუმენტს, რომელსაც გრენლანდიის აღორძინების აქტი ჰქვია, ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში 10 მხარდამჭერი ჰყავს. თუ შტატების კონგრესმა ეს კანონპროექტი მართლა მიიღო, დონალდ ტრამპი, რომელიც საპრეზიდენტო ფიცს 20 იანვარს დადებს, დანიის სამეფოსთან ამ თემაზე მოლაპარაკებების გახსნის უფლებას მიიღებს. თუ კი შტატების პრეზიდენტი დანიისგან თანხმობას მიიღებს, ის ვალდებული იქნება გადაწყვეტილების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს 5 დღის განმავლობაში აცნობს. შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე 2019 წელს დაწყებული საუბარი ბოლო პერიოდში გააქტიურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შტატების ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად გრენლანდიის ყიდვა სურს. გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომელიც დანიის შემადგენლობაში შედის და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ის დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან იქ ამერიკული სამხედრო ბაზა და რადიოლოკაციური სადგური მდებარეობს. ბლუმბერგის ინფორმაციით საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ შტატებში TikTok-ის საქმიანობა მასკმა შეისყიდოს. თუ კი კომპანია ვერ შეძლებს აპლიკაციის აკრძალვის კანონპროექტი წარმატებით გაასაჩივროს. შტატებში TikTok-ის ბედი ახლა უზენაეს სასამართლოზეა დამოკიდებული, რომელიც განიხილავს, თუ რამდენად კონსტიტუციურია კანონპროექტი, რომლითაც პლატფორმა აიკრძალება, თუ კი მისი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance შტატებში საკუთარ საქმიანობას 19 იანვრისთვის არ გაყიდის. თუ კი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს, როგორც ეს ქვედა ინსტანციის სასამართლომ წინა თვეში გააკეთა, მაშინ შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ბლუმბერგის ინფორმაციით, ჩინელ მაღალჩინოსნებს ურჩევიათ, რომ TikTok-ი მშობელი კომპანია ByteDance Ltd-ში მფლობელობაში დარჩეს, თუმცა მათ უკვე დაიწყეს სათადარიგო გეგმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს. ამ გეგმის ფარგლებში, რაც ბლუმბერგის ცნობით ზოგადად ჩინეთში დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ნაწილია, ჩინეთის მთავრობისათვის პოტენციური მაღალი დონის გარიგება ტრამპის უახლოეს მოკავშირესთან გარკვეული თვალსაზრისით მიმზიდველია. ბლუმბერგი წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იმაზე, გაიყიდება თუ არა TikTok-ის შტატების ფილიალი ჩინეთის მთავრობა მიიღებს. მასკმა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად $250 მილიონ მეტი დახარჯა და ტრამპმა ის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ მნიშვნელოვან როლზე დაასახელა. ბლუმბერგის ინფორმაციით, საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინეთის მთავრობაში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ TikTok-ზე კონტროლი მასკის X-მა დაამყაროს და ორივე ბიზნესი ერთად მართოს. თუმცა გამოცემა ამტკიცებს, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ჯერჯერობით კონსენსუსამდე არ მისულან და მათი მსჯელობა ჯერ კიდევ წინასწარია. მასკმა აპრილში დაწერა, რომ მისი აზრით TikTok-ი შტატებში ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს. ჩემი აზრით, TikTok-ი არ უნდა აიკრძალოს შტატებში მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა აკრძალვამ შესაძლოა X-ის პლატფორმას სარგებელი მოუტანოს. დაწერა მან და დაამატა, რომ ასე მოქცევა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების საპირისპირო იქნება. ეს არაა ის, რისთვისაც ამერიკა იბოძვის, ამბობს ილონ მასკი. კომპანია ჩირინა, რომელიც ბაზარზე ბიუბიუს ბრენდით პოზიციონირებს, თვეში 1620 ტონა ბროილერის გათმის ხორცს ამუშავებს და 1200 ტონა პროდუქტს აწარმოებენ. შედეგად ამ პროცესიდან კომპანიას დაახლოებით 420 ტონა საწარმო ნარჩენი რჩება, რაც მთლიანი წარმოების 35%-ია. გათმის ხორცს პროდუქტების გადამუშავებელმა კომპანიამ ოპერირების დაწყებიდანვე მიზნად საწარმოო ნარჩენების გადამუშავება და გარემოზე ზრუნვა დაისახა, რისთვისაც წარმოების უნარჩენო ციკლი გამართა. ერთ-ერთი პროექტი კი ცილოვანი საკვები ქარხანა იყო, რომელიც 3
3 მილიონი ევროს ინვესტირებით დანიური კომპანია ჰარსველის თანამედროვე დანადგარებით აღიჭურა. როგორც ჩამოყალიბდა ბიუბიუ უნარჩენო წარმოება და ამ თემაზე ჩირინას დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ საქმიან დილოსთან ისაუბრა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საწარმოში ნარჩენებისგან, მათ შორის სისხლისგან, შინაგანი ორგანოებისგან და სხვა პროდუქტებისგან, რომლის მოცულობა წარმოების დაახლოებით 35%-ია ახალ პროდუქტს აწარმოებენ. რევაზ ვაშაკიძე დასცენს, რომ ფრინველის გამოზრდის დროს დაახლოებით 3-4% დაცემული ფრინველია, რომელიც დაუყოვნებლივ გამოაქვთ ფერმიდან და შემდგომ ამ ფრინველის ინსინირაცია დაწვა ხდება. კომპანია ჩირინას დამფუძნებლის ცნობით, უნარჩენო საწარმოო პროცესი კომპანიას ენერგიის და ნედლეულის რაციონალურად და კომპლექსურად გამოყენებას გულისხმობს, რაც საშუალებას იძლევა, რომ პროდუქციის რეალიზაცია კონკურენტულ ფასში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მოხდეს. ამ დროისთვის ჩირინას პროდუქცია ხორცი და საინკუბაციო კვერცხი ექსპორტის სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის. სამეგრელოში კერძოდ ზუგდიდში მდებარე ხის კოტეჯებისა და სახლების საწარმო კოტეჯების სამეგრელო ჯგუფი წელს კონვეიერულ მიმართულებას ააქტიურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს კომპანიის საწარმოში უკვე აწყობილი და მზა კოტეჯების შეძენა და სასურველ ლოკაციამდე წაღება შეეძლებათ. აქამდე კომპანიას კოტეჯების მოწყობა მხოლოდ დამკვეთის მიერ შერჩეულ ადგილას შეეძლო. ამის შესახებ BMG-თან გიორგი შამუგიამ ვისაუბრა. ის ინფორმაციით პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ წელს გაზაფხულზე უკვე ამოქმედება. შამუგია გაძვირებულ ნედლეულზე საუბრობს, რისი გათვალისწინებითაც პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40,000 ლარიდან 50,000 ლარამდე გაიზარდა. კოტეჯების სამეგრელო ჯგუფის დამფუძნებლის ცნობით, სოციმედიაში აქტივობა და გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამასთან დაახლოებით 20%-ით გაძვირებული ნედლეულის ფონზე კოტეჯების კვადრატული ფასის ზრდაც იგეგმება. ბიზნესმენის თქმით, წარმოებაში 7 ადამიანს ასაქმებს. ფუსფუსმა ფიზიკური მაღაზია დაკეტა. ამის შესახებ BMG-თან ბუტიკ საკონდიტროს დამფუძნებელმა ნათია ყურშუბაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კრიზისი გასული წლის გაზაფხულის აქციების დროიდან დაიწყო, რაც როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე მასზე და მისნაირ მცირე მეწარმეებზე აისახება. არჩევნებამდე კი მოსალოდნელი გამწვავებული კრიზისის ფონზე ყურშუბაძემ საკონდიტრო დახურა და საქმიანობა კვლავ სახლში გააგრძელა. მისი ინფორმაციით, გაყიდვების გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება არ არის. განახევრებულზე მეტია, რაც შეეხება ფასების კორექციას, ფასების ცვლა მხოლოდ გოზინახზე მოხდა, თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე მომხმარებლისთვის სააღდგომოდ განსხვავებული ფასების შეთავაზება მოუწევთ. PSP ჯგუფი 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება. აღნიშნულ განცხადებას ბიზნესმენი და კომპანიის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. მისი ცნობით, რადგან PSP ჯგუფის სამედიცინო კომპანია საქმიანობა 5 წუთით შეჩერდება. ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ 15 იანვარს დაგეგმილი საყოველთაო გაფიცვა პირველ რიგში სოლიდარობაა უსამართლო დაჭერილი ახალგაზრდების მხარდასაჭერად. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს. მეგობრებო, ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილოთ 15-ში ბიზნესის მიერ დაანონსებულ 3 საათიან გაფიცვაზე. როგორც ვხედავ, ბევრი ყოყმანობს თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ბიზნესს. ნაწილი კომპანიების უერთდებიან, ნაწილი აცხადებს, რომ თანამშრომლებს ხელს არ შეუშლიან გაფიცვაში მონაწილეობაზე. ნაწილი საერთოდ ვერ ხვდება რასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ განვმარტო იმ კომპანიებისთვის, ვინც ვერ ხვდება რასთან გვაქვს საქმე. ეს გაფიცვა პირველ რიგში არის სოლიდარობა იმ 51 უსამართლო დაჭერილი ახალგაზრდის მხარდასაჭერად, რომლების რეჟიმის ტყვეებად რჩებიან. ეს არის ის მინიმალური სოლიდარობა, რაც ჩვენ შეგვიძლია. აცხადებს ბიზნესმენი.